ვინ მოყვნენ და ვინ იყვნენ ეგ უდანაშაულოები. სტალინურ რეპრესიებში ებრაელებმა სპეციალურად შემოაგდეს თავიანთი ფაშისტური სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით ფაშისტური ორგანიზაციების ის ადამიანები და ის პიროვნებები, რომლებსაც უნდა ბოლო მოეღოთ მართლმადიდებლობისთვის, უნდა მოეღოთ ბოლო რუსეთისთვის, სულიერება უნდა მოსპობილიყო, მღვდელმსახურება უნდა მოსპობილიყო, ტაძრები დანგრეულიყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაც კი რამე ძვირფასი იქნებოდა, მათ ჯიბებში უნდა დალექილიყო, როგორც ტროცკი ამბობდა და შეპირებული იყო ოკეანის გაღმა ებრაელებისთვის, იაკობ შიფისთვის, რომელმაც უსწუალოდ ეს დააფინანსდა როგორც 1905 წლის რევოლუცია, ესა რა ქვია, ომი, იაპონელები უშუალოდ იაპონია დააფინანსა, ისევე დააფინანსა 17 წლის რევოლუცია. Rehla ებრაელები გაბრაზდებოდნენ, აბა რა იქნებოდა სტალინზე. აბა მაშ რა იქნებოდა, რომ ამხელა უზარმაზარი სახელმწიფო თავისი ნედლეულით, ბუნებრივი წიაღისეულით სტალინმა გამოგლიჯა ხელიდან. არც სინაგოგა დაუნგრევიათ, მათ არც მეჩეთები დაუნგრევიათ, გადამტერებული იყვნენ მაინც და მაინც მართლმადიდებლურ ტაძრებზე. და ანგრევდნენ მხოლოდ მართლმადიდებლურ ტაძრებს. არავის და არაფერს არ შეხებიან. თუ რელიგია მათთვის მიუღებელი იყო, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო მაგალითად იუდაიზმი, მისაღები, მუსულმანური რელიგია, ხო, მაჰმადიანობა ყოფილიყო მისაღები. რაღა მაინც და მაინც მართლმადიდებლობა იყო მიუღებელი. მიუღებელი იყო იმიტომ, რომ სწორედ სტალინში დაინახეს აი ეს დიდი საშიშროება და უბედურება, თავიანთი უბედურება, რაც შემდგომში გამოიხატა და 27-38 წლები იოსებ სტალინმა ჩაატარა უშუალოდ ებრაელების რეპრესიები იყო. ებრაელთა რეპრესიები. აი ახლა მე მაგალითად რომ არ შემეშალოს პირდაპირ ჩამოვთვლი ამ ებრაელთა გვარებს ლენინის თამადობით. სახალხო კომისართა საბჭოს წევრები, რომლებზეც ფაქტიურად იყო დამოკიდებული იმ დროს მთელი რუსეთის მთელი იმდროინდელი მთავრობა. სულ ებრაელი. ესე იგი, ლენინი, ბროშტინ, ლევ ტროცკი, ზინოვიევი, არსეი გერშ, როდომილსკი, კამენევი, როზენფელდი, იაგოდა, ეჟოვი, ლარინი, შლიახტერი, კაუფმანი, ლანდერი, შმიტი, ლილინა, ლუნაჩარსკი, შპიცბერგი, ანბელტი, გუკოვსკი, ვოლდალასკი, ურიცკი, შტაინბერგი, შტეინეგერი, სვერდლოვი, აარონ სვეტლოვი, იგივე, გრიგოლი სოკოლნიკოვი, გირშ ბრილიანტი, იგივე და ლიტვინოვი, იგივე მეიხ გენოხ ბალახი. აი წარმოიდგინეთ რა, ერთი სტალინი, ქართველი, ერთი იყო სომეხი მიქონიანი და დანარჩენი ებრაელობა. მორჩა. და შემდეგ აი ეს ეგრეთ წოდებული სამეულის წევრები, რომლებიც საქმეებს საერთოდ რომ არ ხსნიდნენ და სულ დახვრეტა ეკერათ პირზე. დახვრეტა, გადასახლება, მაგრამ უმეტესობა მაინც დახვრეტა. შემდეგ სხვათა შორის მერხეულელს ვეძახი ლავრენტი ბერიამ. 250,000 ადამიანი იხსნა, თვითონ რო გადახედა დოსიებს და გამოიხსნა ამ უბედურებებისგან. ლავრენტი ბერიამ. კი, როდესაც ეჟოვი დახვრიტეს 39 წელს ბერია უკვე გადავიდა მოსკოვში, შემდეგ ბერიამ გამოიხსნა სწორედ ეს უბედური ადამიანები, რომლებსაც და აი ახლა მე ჩამოვთვლ იმ ადამიანებს, რომლებიც აი ოპერატორსაც ვთხოვ ვაჩვენებ ის NKVD-s ოფიცრები, რომლებიც არიან ვაჩვენოთ პირველი ვაჩვენოთ ის ოფიცრები, რომლებიც აი ეს ხალხი, აბრაამ ეინგორნი, არნოლდ ენგლერი, იოსიპ ესტრინი, სემიონ იუჟნი, იაკობ ლევშიცი, იაკობ ბუხბანდი, იაკობ სერებრიანსკი, იაკობ ვაინშტოკი, იაკობ ვიზელი, ზინოვი იაკუბსონი, იანკელ სორენსონი, ფიოდორ იაფედოვი, წარმოიდგინეთ ხალხო, იოსიპ პერმანი, ნაუბ ლეხტმანი, ლიზან როზვენცეიგი, ეს ყველაზე უდამპლესი ხალი, რომლის როიტყვიან ფანტაზია ცდებოდა ყველანაირ საზღვრებს, სადისტური წამებებში რომ ღებულობდა მონაწილეობას. ისეც რაზეც, აი ის ეშმაკები, ის ებრაელი ეშმაკები უარს ამბობდნენ, ეს აწამებდა ხალხს. ისეთი სადისტური უბრალოდ არ შეიძლება სტუდიაში ითქმას. აი ხალი, რაფაილ ლინტერგუნტი, იოსიპ ლორკიში და გირშ ლუცკი. აი სწორედ ესენი დახვრეტა იოსებ სტალინმა. სამეულები ჰქონდათ ეგრეთ წოდებული ტროიკები შედგენილი. საქმეს არც სინჯავდნენ და როდესაც ბერიამ აი სხვათა შორის აი ამ ქალს
კიდევ იყო გეტყვით მე იანკელ სორენსონი, იაკობ ვიზელი და ეს ქალი ლიზა როზენცეიკი. 600 საქმე. ნახევარ საათში მოაწერეს ხელი და დახვრიტეს, უნდა დაეხვრიტათ ხალხი. როდეს ეჟოვის უკვე ეჟოს ძალიან ცუდად ჰქონდა მაგ პერიოდში უკვე საქმე და უკვე გადასულიყო იმას. უკვე მისი საქმეები კვლევაძიებაში იყო ჩადებული და ფაქტიურად ეჟოვის თანამდებობა უკვე ბერიას ეჭირა. 600 საქმესო ბერიამ უთხრა. მე თაროებიდან ვერ გადმოვიღებ და მაგიდაზე ვერ დავალაგებ ნახევარ საათშიო და თქვენ 600 საქმე როგორ გაეცანითო 600 საქმეს და ხელი მოაწერეთო. ადამიანთა დახვრეტაზე გამაგებინეთ ერთიო. ხმაჩაწყვეტილები იყვნენ, ყველა დახვრიტეს. 24 საათში იყვნენ ზუსტად ესე იგი მესამე დღეს, ზუსტად რო ვთქვათ, მესამე დღეს დახვრეტილები იყო ყველა. ყველა, აბსოლუტურად. აი ეს ხალხი მოსმე, აი ვისთვის იყო რეპრესიები, რომლებიც შემდეგ თქვენს უდანაშაულებს ხრეტავდნენ. ანუ ჩვენ საქმეებს გავაფუჭებთ. რახან ხელისუფლებაში არის იოსებ სტალინი, მთელი ეს უბედურებები დაბრალდება მათ, ამ ქართველებს, რეპრესიები, სისხლის ურა, უდანაშაულთა ხოცვა ჟლეტა. და ჩვენ გოხდა და ლამაზად ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ანუ ჩვენ რაც გქონდათ მათ დავალებული დასავლეთიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირ შეკვეთით დავალებებს ასრულებდნენ. მიზეზი რა თქვეს იცით ამ სამეულმა? რომ გამოწყდნენ უკვე. კარგად რომ მოხვდათ უკვე დაკითხების დროს და არ წყდებოდნენ და ატყდებოდნენ. მე ახალი წელი მოდიოდა. სახლში აგვიანდებოდათ. და 600 კაცის საქმე პირდაპირ უყელას ხელი მოაწერეს და დახვრეტაზე გაუშვეს. რომ ახალი წლისთვის ღამე სახლში მიესწროთ. აი როგორ ხდებოდა. არც გადაშინენ. ხო ეს არის დახვრიტეთ. მორჩა. და შემდეგ ხალხის მტრები გამოვიდოდნენ მთელი ამბები და უკვე რო სტალინსაც ეჭვი შეეპარა და აი ის არ მოხდა ეს რომ შემთხვევით არ არის რომ ბერია სხვათა შორის მეორე ქართველი რომ თქვენ დასავლეთ საქართველოსთან ლაზი კაცი მერხეულელი რომ წაიყვანა იქ უკვე ფაქტიურად ძალიან დაეჭდა ამ ებრაელთა ვერაგბობაში და პირდაპირ ამ საქმეზე დააყენა. ეს ხალხი ვინ არიან? სამამულო ომი ახლოვდებოდა და უკვე როგორი პროცესი იყო, როგორ კარგად ჰქონდა ჩაფიქრებული დაუკვირდით ებრაელობას, დიდი მასა ხალხისა განაწყენებული საბჭოთა ხელისუფლებაზე, გადასახლებულთა და დახვრეტილთა მხრივ, რომლებიც შემდეგ უკვე, როდესაც ფაშისტური გერმანია დაიწყებდა ომს, მომენტალურად იქნებოდნენ უკვე გაბოროტებული ადამიანი და დაიჭერდა, რა თქმა უნდა, მომხდურის მხარეს და სტალინის აწყობილ ქვეყანას მიწასთან გაასწორებდნენ. და იგივე თავიანთი ჯიშისა და მოდგმის ფიურერი, შიკლ გრუბერი, ადოლფ ალიოზოვიჩი მოიყვანეს ხელისუფლების სათავეში, რომელსაც 2%-იც არ ქონდა გერმანიაში მიღებული ხმათა 2% ქონდა მარტო მიღებული. დანარჩენი ტელმანი ლიდერობდა და კომუნისტები ლიდერობდნენ იქ და სხვათა შორის ვეიმარსკი პუტჩი, რასაც ერქვა ვაიმარის პუტჩი და იმაში, აი მაგ იმაში სხვათა შორის გამოაცხადეს მაგ დროს რომ უნდათ გერმანიაც საბჭოთა კავშირთან მე-16 რესპუბლიკად შეერთება. ნუ გამოცხადებულსაც. მაგრამ როგორც კი ეს იყნოსა დასავლეთმა ესე იგი პირველი მსოფლიო ომის ომიდან გამოვიდა, გერმანია გააუბედურეს, მიწასთან გაასწორეს, რევოლუცია მოახდინეს, პირველი დაატაკეს გერმანია და რუსეთის იმპერია ერთმანეთს 1914-ში, მაგრამ ვერ მიიღეს ის სახარბიელო შედეგი, იმიტომ რომ გერმანია კი დასუსტდა და მათი კავშირები კი შეწყდა, მაგრამ რუსეთის ის უნდათ უკვე ხელში ჩაგდება, იმიტომ ჯერ კიდე მეფე იჯდა. და ამიტომ ვერ იმასქნეს და ამიტომ მოუვლინეს უკვე ადოლფ ჰიტლერის სახით საბჭოთა კავშირის თავიანთი მოდგმის და ჯიშის ადამიანი საბრძოლველად. ადოლფ ჰიტლერის სრული სახელი და ადოლფ შიკლ გრუბერ, ალიოზის ძე შიკლ გრუბერი, ნეხვის ხოჭო. რეალურად რო ვთქვათ, რო გადამოვდათმო სიტყვა სიტყვით. აი შემდეგ ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც უკვე ჰიტლერი ჩაბარდა წარსულს და კისერი მოიტეხა, უკვე ვერაფერი ვეღარ გააწყეს, უკვე მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ რადგანაც ეს ბუნებრივი წიაღისეული და რუსეთისავლადიდება მათ ჯიბეებში არ დაილექა, სტალინმა არ მისცა გასაქანი ებრაულ ფაშიზმს და მასონურ მოძრაობას
არ მისცა უფლება იმისი, რომ საბჭოთა კავშირი დაენგრია და შეეჭამა და როგორც ტროცკი ამბობდა, რომელიც საუკუნით უნდა გადაელოცა თლიანად მთელი რუსეთის ავლადიდება იაკოვ შიფისთვის და ამერიკელი ბანკირებისთვის, აი ამის საშუალება რომ არ მისცა, ну რა თქმა უნდა, ახლა სტალინი მათთვის ძალიან ცუდი კაცია, მოახდინა თურმე დიდი რეპრესიები, უიმე ვაიმე და უდანაშაულო ხალხი დახვრიტეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა მე მოვიყვან ზუსტად ციფრებს. სტალინის მმართველობის პერიოდში. სტალინის და სხვათა შორის ახლა იმას აქვს დავძენ იმასაც რომ სხვათა შორის ნიკოლოზ მეორე სტალინის გადარჩენილია, რომელიც აფხაზეთში იქნა ჩამოყვანილი და აი ახლა მე წავიკითხავ რაღაცას და მე გთხოვთ ეგერ სასულიერო პირი გამოდის მისი საუბარი არის და მოусმინოთ იმას იოსებ სტალინმა როგორ გადაარჩინა ნიკოლოზ მეორე და მისი ოჯახი. აი ახლა სანამ მაგას ვიტყოდე ჩვენმა ნიკიტა კირშმა ალექსანდრე გასვიცკისა და ქსენია კირშის ბიჭმა ხრუშოვზე ალაპარაკე პასტელი მაყურებლებო. ხრუშოვი ფსევდონიმად ჰქონდა აღებული, არანაირი ხრუშოვი ის არ იყო, რეალური გვარი იყო კირშ, იმიტომ რომ ებრაელები დედით აძლევენ გვარს, მამამისი იყო გასვიცკი, მეტყევე, კულაკი, მაიმუნი არსება, რომელმაც შემდეგ გააგრძელა სამწუხაროდ გენერალური მდივნის თანამდებობაზე მოღვაწეობა თუ მაგას მოღვაწეობა ერქვა და აი ეგრე სპეციალურად ხრუშოვმა გამოიკვლია ასეთი რაღაც, აინტერესებდა. სტალინის მმართველობის პერიოდში რეალურად რამდენი ადამიანი იყო რეპრესირებული და დახვრეტილი. 54 წლის 1 თებერვალს მან მოხსენებითი ბარათით მიმართა იმდროინდელ საბჭოთა კავშირის იმდროინდელ გენპროკურორს რომან რუდენკოს, შინაგან საქმეთა მინისტრ სერგეი კრუგლოვს და იუსტიციის მინისტრ გორშენინს. მომაწოდეთ ინფორმაცია სტალინის მოღვაწეობის პერიოდში, რამდენი ადამიანი იყო რეპრესირებული, რამდენი იყო დახვრეტილი და ასე შემდეგ ასე. მიაწოდეს 22-დან 53 დაახლოებით ზუსტად 29-30 წლის განმავლობაში. სტალინის მმართველობის პერიოდში მთლიანად სასჯელს იხდიდა და არა დახვრეტილი. საბჭოთა კავშირის მასშტაბით 30 წლის მანძილზე 3,777,380 ადამიანი. აქედან დახვრეტა მიუსაჯეს 680,977-ს. მაგრამ ბერიამ რომ გადახედა წეგან რაც ვახსენე სიები. ესირია შემდეგ შეამცირა 230,000 კაცით. დაახლოებით 440,000-450,000 კაცი გამოდის 30 წლის მანძილზე დახვრეტილი. ხო გასაგები ციფრები არის მოყვანილი. გასაგება თქვი. აი უყურეთ. მაგრამ ვინ იყვნენ დახვრეტილები? როგორც ამათ აკერიათ პირზე. აღარ ვიძახი რომ ეს ებრაული ფაშიზმის ელიტა რაც იყვნენ და აი უშუალოდ ვინ იყვნენ? ვლასოველები, რუასწევლები, რუსკაია ასვობადიჭელნაია არმია, ტყიზმები, ეს ეგრეთ წოდებული პრიბალტიკის ყაჩაღთა საძმო შუხევიჩ კრაივას ძმადნაფიცები. შემდეგ ყალბიფულის მჭრელები, ფალშივამანეჩიკები, რასაც ქვია. კიდე პირდაპირი ყაჩაღები, რასაც ქვია, აი, როდესაც პირდაპირ გაჭირებულობას მივარდებოდნენ, ოჯახებში შევარდებოდნენ და ხოცავდნენ პირდაპირ ხალხს და რაც კი რამე ებატათ და ოჯახები რომ მოუწყვეტიათ, ოჯახები რომ დაუწვიათ. აი ასეთი ისინი. და თავისთავად ცხადია ბანდერელები. ესენი იყვნენ სტალინური რეპრესიების უდანაშაულო მსხვერპლი? ეს კატეგორია იყო უდანაშაულოები?